სალამი მეგობრებო, როგორ ხართ? თუ ეგ შენ დაწყება, როგორ შეამერია. მოგესალმებით მეგობრებო, მე გაბრიელი ვარ, ეს მოტოაურა, დღევანდელი ჩვენი სტუმარი კი უსაყვარლესი და ძალიან მაგარი ადამიანი, დავითი. სალამი. ჯერ იყო დავითი და ძაღლები, ეხლა დავითის კონტენტი. კი ბატონო. შემდეგშიც რამეს ხვდები? ეჯერით არაფერს, ვიცი, რამე ანონიმური გვერდის თუ არ გავაკეთე, იქ სალკე რაღაც დავარქვი. აჰა. ჯერ აბა მოგვიყევი რა შვები, როგორ ახარ? კარგად ვარ, მაგრამ მენტალურად ცუდად ვარ, იმიტომ რომ ამინდები არა და არ გამოკეთდა, თუმცა დღეს ბოლო დღე არის, როცა ეხლა ამას ვიღებ და ხვალიდან წესი კარგი ამინდები იქნება და მენტალურადაც დავივსვენ. ველოდებით ყველა კარგ ამინდებს. ყველა ჩემი გიჟი არანორმალური არა, რომ წვიმაში სიაროს. ხო, მე სულ დავდივარ, მაგრამ არ ვჩერდები არასდროს. ეხლა გეზარება. ხარი, არა. იცი არა, დიდხნიანი ზამთარი რო იყო, მე დავდივარ სიცივეში, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ აი დიდი ხნის მანძილზე რო გაგრძელდა ეს სიცივე და ცუდი ამინდები, აი გავწურე ჩემი ლიმიტი, აღარ შემიძლია და აი ხა უკვე მანქანით დავდივარ და ველოდები როდესაც გამოკეთდება ამინდები, იმიტომ რომ დამოკიდებული ვარ მოტოზე და აი მოტოზე ესეც არ მიეჩვიე, მანქანაზე გადაჯდომა ძალიან არ გაგიჭირდა. ანუ არ ესე გადაჯდომა ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ძალიან რთულია აი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული იყო, როდესაც მანქანაზე ჯდები ამ საცობებში. ეხაც რომ მოვდიოდი, აი დამღალეს ისე მიღოღავენ და ისე აი ძალიან ცუდ მანევრებსაც აკეთებენ, არ გაკვირდებიან, ყურადღებაც უფრო გაფანტული აქვს და ზოგადად საერთოდ მობილურშია და ვერ გამშნევს, მანქანითაც კი რა მოტოზეა საუბარი, ეგ ძალიან გამაღიზიანებელია და გამწურავი, ასე ვთქვათ, მენტალურად. და იმის სურვილი არ გიჩნდება ხოლმე, როგორც მოტოთი მიძროვი, მანქანით. აუ, როცა ადგილი არის ვაკეთებ მაგას. როცა ადგილი არის, მანქანაზეც მაგას ვაკეთებ და მე ვაცნობიერებ, რომ აშკარად მოტოს მანევრი გავაკეთე, მანქანაზე და გავჩერდი ხოლმე. თუ მანქანაზე ვაიც უბეროთ საშიშია მოტოს მანევრის გაკეთება. აჰა. დავით, ჩემი პირველი კითხვა ეხება ხოლმე პირველ მოტოციკლეთს. და მაინტერესებს, შენი პირველი მოტოციკლეტი რამდენად გახსოვს, რომელი იყო და რა ემოციები გქონდა მასთან? პირველი, რომელზეც დავჯექი საერთოდ და ვატარე იყო Honda Shadow-ი 400-იანი და მახსოვს რომ ძალიან მეშინოდა. ანუ ზოგადად საკმაოდ ფრთხილი ადამიანი ვარ ახალი გამოცდილების მიღებაში, რომელიც ექსტრემალური შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, მოტოსტარება ექსტრემალური პრინციპში არის. და ძალიან მეშინოდა თავიდან და ისიც მახსოვს რომ პირველ თუ მეორე გატარებაზე ქუჩაში ვიღაცამ ისე გადამიჭრა რომ მეთქი ალბათ მე მივირე და მოკლას. ეხლა რომ ვიხსენებ ალბათ ჩაოლებრივი ვაფშე საერთოდ ვერ დაგინახა მომენტი იყო და ისე გადამიჭრა, მაგრამ იმ მომენტში ძალიან შემეშინდა მახსოვს და ძალიან დავიძაბე ამ ჩემი პირველ გატარებულ მოტოზე, ასე ვთქვათ და უბრალოდ მე რაციონალურად ვაცნობიერებ იმას, რომ ეს რაღაცა ცუდი მომენტები შეიძლება იყოს, მაგრამ ხშირი კატაობით და გადაადგილებით მე მივეჩვიე და ეს დღეისობით კი შემიყვარდა და შემიყვარდა. ეს Honda Shadow-ზე მიჯექი ალბათ დაახლოებით 1 წელი. ზუსტად არ მახსოვს არა მაქსიმუმ ალბათ 2. არა, 1 წელი ვიჯექი და ნახევარი წლის მერე გამოვიწერე Kawasaki Vulcan 900-იანი, რომელიც კრუიზერია, ისიც კრუიზერის სტილი იყო. და რო ჩამომივიდა, 1 წელი უკვე გასული იყო Honda Shadow-იდან და გადავჯექი ამ Kawasaki Vulcan 900-ზე. ჩვენ რო პირველად შევხვდით ერთმანეთს, ჩვენ რო გავიცანით, მაშინ ეგ მოტოციკლეტი ყავდა და მე მაგის მერე იყიდე უკვე AX650, ხო? მაგის მერე ვიყიდე უკვე AX650. ანუ ამ ესეთი მოტოციკლეტიდან გადაჯდომა აბსოლუტურად განსხვავებულ სტილზე, განსხვავებულ კლასზე, ანუ როგორი იყო შენთვის? რო გადავჯექი და გავატარე, ასე ვთქვათ, მივხვდი რომ აი ეს მართლა ის იყო, რაც მინდოდა. ანუ Vulcan-ზე როგორც ვატარებდი, როგორც სტილითაც დამყავდა მოტოციკლეტი, აშკარად არ ერგებოდა ჩემი ტარების სტილი იმ ხასიათს, რომელიც ჩოპერის სტილის მოტოციკლეტს უნდა კონდეს, კრუიზერს იმ შემთხვევაში. ქალაქგარეთაც ხშირად არ დავდიოდი, რა ფუნქციაც იდეაში მაგას ჰქონდა, ანუ ჩანთებიც ჰქონდა გვერდზე, წინ ძალიან დიდი საკარე ჰქონდა, უკან საზღურგე ჰქონდა და მთელი ამბები, ანუ სრულიად კომფორტული იყო და მართლა ძალიან კარგი მოტო იყო, მაგრამ იმ ფუნქციას ასე ვთქვათ, ვართვევდი, რაც მაგას დანიშნულება ჰქონდა. შესაბამისად, ქალაქის ტარების მანერაც ისეთი მქონდა, რომ მანქანებში ძრომიალი მომწონდა და მე ლადოსთან კონსულტაციის გავლით AX650-ზე გადავედი და იქიდან უკვე მივხვდი, რომ აი ეს უკვე ჩემი სტილია, ანუ აქ მანევრირება სხვანაირია, უფრო თხელია, უფრო კარგად შემიძლია გავძვრე ასე ვთქვათ მანქანებს შორის და მივხვდი, რომ აი ეს სტილია ჩემი. შეჯერდი სტილს. მაგის მერე დღეს რაც ყავს, უკვე გადავედი, ხო. მაგ მოდელზე გადახვედი და უკვე რამდენი ხანია ეს მოტოციკლი? ვაიმე მყავს ჩემი Z900
რამდენი ხანი ყავს? 1 წელს ცოტა გაცდა. წინა წლის იანვარში ვიყიდე, პირველივე კვირაში წავიქეცი. იმიტომ რომ ვერ მოვიტვირე და იანვარში გაყინული იყო ყველაფერი ზედაპირი და მოსრიალდი დაბალ სიჩქარეზე ეგრევე წავიქცა, მაგრამ ნუ იმის მერე აღარ წავქცეულობ. ძალიან კარგი. პირველი მონათვალ ქონდა. აუცილებლად აღარ იქნება. ერთი არის ხოლმე მარტო საჭირო იმის მერე აღარ არის. ლადო 636-ზე ვერ დაგკერა ესე. არა, სპორტისტები არ მომწონს, მიტარებია, ლადოს მოდოს მიტარებია 636, რომელიც ყავს, CBR-ის მიტარებია და არ არის ჩემი, აი, არ მოტოციკლის გიტარებია, იმ იშვიათ და შენიც მიტარებია, ხო, შენიც მიტარებია. ნუ რა თქმა უნდა, ის ტარება არ იყო, უბრალოდ გავატარე, ასე ვთქვათ, ანუ შორგზაზე და რაღაცაზე ხო არ გამევლია და ვერ შევიგზენი, მაგრამ აი, ცოტა დიდ მანძილზე როცა ვიარე X6-ით და CBR 600-ით, აი, მან მივხვდი, რომ არ მომწონს X სტილი. არ მომწონს, რომ ძალიან წინ ვარ გადაწეული, რაღაცა უსაფრთხო დავგზნობ თავს, არ ჩემი თავი უფრო წინ გორია, ვიდრე მოტოციკლის ბორბალი. ეგ მომწონს, არ სიამოვნებს რაღაცნაირად და ხო, ნუ მანევრიც შედარებით შეზღუდულია ვიდრე სტრიტში და მაგიტომაც საბოლოოდ მეთქი, როდესაც ვარჩევდი აი X650 სფერო რომ მეყიდა ახალი მოტო, სტრიტ სპორტი, აი მივხვდი, რომ ის ცოტა ძლიერი სტრიტი უნდა მეყიდა და ძალიან კარგი არჩევანიც გავაკეთე. ძალიან კმაყოფილი ხარ მოტოციკლით. გიჟდები ვაიმეზე. ესე იგი ჯერჯერობით გეგმაში არ არის შეცვლა. ხო, ჯერჯერობით არა. ზოგადად რაღაცები მინდა, სხვა მოტოებიც ვყავდეს, ანუ ორი მოტო მაინც მინდა ვყავდეს რაღაცებისთვის, მაგრამ ნუ ვაიმე და კიდე რამე? ვაიმე და კიდე რამეა. ვაიმე და უიმე, ხო. აი უიმე იქნება უკვე გონია რომ MT-07 ვიყიდი მომავალში. იმიტომ რომ ანუ ბეროდ უფრო მანევრირებადია ვიდრე Z900. რა თქმა უნდა, სიმძლავრე ნაკლები აქვს, მაგრამ ქალაქისთვის ბეროდ უფრო კომფორტული იქნება და აი უფრო სამაიმუნოც იქნება რა, ეს მაიმუნობა მინდა ვისწავლო, ანუ სტანტერობა. მინდა რომ კარგ დონეზე შევისწავლო. თუმცა ხა გაჩერებული მაქვს ამ თრის გამო, და მციცივების გამო, ვერ ვაგრძელებ ჯერ სწავლას მაგისას, მაგრამ ნუ მიზნად მომავალში ეგ არის. ან ძირითადად ქალაქში მოძრაობა არ გიყვარს შორგზებზე გასვლა, ქალაქგარეთ წასვლა ან რამე? ხო, ძირითადად ქალაქში მოძრაობ, ქალაქგარეთ გასვლა, ანუ ესე რომ უბრალოდ სიამოვნებისგან წავიდე და გავიკატაო, ნაკლებად მაქვს. ისიც ფერინგები ჩემსაც არ აქვს და აეროდინამიკა ცოტა ცუდი აქვს, ვაიმეს და ძალიან მემირტყავს ქარი. ამიტომ ეხლა ცოტა მაღალი საქარი მინდა დავაყერე და შედარებით კომფორტულია ქალაქგარეთ გასვლები, იმიტომ რომ რაღაც გეგმები მაქვს, რომ ვიარო ქალაქგარეთ და საკმაოდ დიდი დისტანციები დავფარო. მაგრამ ეს არის უბრალოდ აი გავიდე გავიკატაო სხვა ქალაქში, ნაკლებად მაქვს. უფრო მომწონს ქალაქში სიარული, ან ქალაქთან ახლოს, აი მაქსიმუმ სიტყვაზე 9 საათით გასვლა რამე მანძილზე. ნუ უფრო კომფორტის მოყვარული. არა, კომფორტის მოყვარული არა, უფრო საინტერესოა ჩემთვის, როდესაც ბევრი მანევრის გაკეთება მიწევს. ანუ სწორგზაზე, შორგზაზე სიარული შედარებით ნაკლებად საინტერესოა, თუმცა არ უფრო საინტერესო არ არის. და მომწონს ეგეც, მაგრამ ის მიჩვენე. აი ავტობანი უფრო დამღლელია, ახლა შენ ვიდეოს ნახე გორში რო იყავი წასული. ჩემთვის ყველაზე მოსაბეზრებელი გზა არის თბილისიდან გორამდე. იმიტომ რომ ყველაზე ბევრჯერ ეგ გზა მაქვს გავლენილი, აი ყველაფერი თითქმის ერთი და იგივე და ძალიან მოსაბეზრებელია, მაგრამ აი მაგზას რო გავწდები, მე უფრო საინტერესო ხდება. და მე უფრო გამოცდილება მაქვს სხვადასხვა ადგილებში ქალაქში და ქვეყნების გარეთაც და ჩემს ყველაზე სასიამოვნო არის როგორი გზები იცი შერეულად რო ხდება რა აი ავტობნიდან ქალაქში რო შედიხარ სხვა ემოციები გაქვს სხვა გზნობა გაქვს მერე ქალაქიდან ისევ ავტობანზე რო გადიხარ მონატრებულზე რო იქ ცოტა ჩააჭირო რაღაცა სხვა ლოკაციებს რო ხსნი ხო ანუ ბევრად უფრო სასიამოვნო როცა ესე შერეულად არის თორე ერთი და იგივე ძალიან მოსაბეზრებელია ესმის ისეთი გზებით ძალიან საინტერესოა, სადაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა, მაგრამ ბევრი მოხოლულია და გემრი რაღაც შეგიძლია შეუხვიო, შემოუხვიო, შენი ბაიკი. ყველაზე შორს სად ხარ წასული? ყველაზე შორს ალბათ ბორჯომის იქით ხარ წავსულა პრინციპში, ჯერ დამჭირვებია. კახეთის მხარესაც ვარ ნამყოფი, აი ეს კილომეტრებით არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 2 საათი იქით 2 საათი აქით რო გიწევს, აი ეგეთ დისტანციებზე გავსულარ თბილისიდან და. ბორჯომის იქით არა, ბათუმის კი რამე არის. ჯერჯერობით არ დამჭირვებია. ბათუმში არ ყოფილა ალბათ 3 წელია მინიმუმ, მე მგონი და არ დამჭირვებია რომ წავსულიყავ, მაგრამ წელს ახლა შემდეგ თვეში პრინციპში მინდა რომ ბათუმში ჩავიდე და ნახო როგორია ჩემი ვაიმეთი ამ დისტანციაზე სიარული. ძალიან კარგი. ვინახულო ბათუმი. უკვე დიდი ხანია რაც მოტოციკლეტი ყავს. ანუ სხვადასხვა მოტოციკლეტები, მაგრამ ბოლო პერიოდში შენი და მოტოციკლეტის სიყვარული უფრო მეტად გაიზარდა. მეც ვატყობ ჩემსა და ჩემ მოტოციკლეტს შორის.
შენ რას ფიქრობ, რამ განაპირობა ეგ ყველაფერი? თვითონ მოტოციკლის ცვლილებამ, დრომ, თუ ანუ რის ბრალი შეძებებას? ერთი რა მოტოციკლის ყავს, ეგეც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მიზეზი არის, რატომაც შემიყვარდა, ასე ვთქვათ, მოტოსთან ურთიერთობა, ანუ აი მე ძალიან მიყვარს მართლა, ანუ ძალიან კომფორტული მოტოციკლია ჩემთვის და მეორე გავაცნობიერე ის, რომ ძალიან ბევრ მოგონებას ვქვნი ჩემ მოტოსთან ერთად. იქნება ეს ქალაქგარეთ გასვლები, ან სიტყვაზე უბრალოდ რაღაცა მეგობრებთან ერთად გაკატავება, ან იქნება კი არა, პრინციპში ძალიან დიდი ნაწილია ის, რომ კონტენტს ვქნი ჩემ ბაიკთან ერთად. და ამასთან ერთად ვაკეთებ ისეთ საქმეს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს და ძალიან ბევრ ადამიანს მოწონს. და ეგ თავისთავად იმას განაპირობებს, რომ ურთიერთობაც ჩემ ბაიკთან, ასე ვთქვათ, უფრო გაღვივდა და უფრო საინტერესო გახდა, ბევრად. მეც ახლა რო ვფიქრდები, ჩემ ბაიკთან უფრო შეიძლება მეტი ემოციები მქონდეს, სადღაც რაღაც ადგილები ვნახე იმასთან ერთად, ვიდრე შეიძლება მეგობართან ერთად. დროს შეიძლება უფრო მეტ დროს ვატარებ მოტოციკლებთან ერთად, ვიდრე რაღაც შეიძლება ოჯახის წევრთან ერთად. და ანუ იყალიბდება უკვე განსაკუთრებული სიყვარული, ხო, რაღაც. კი, აბსოლუტურად სხვა ემოციებს იწვევს თან მოტოციკლის ტარება, შენ თავთან მარტო ხარ და შენ თავთან ახლოს ხარ, შენ თავთან ვერ, როდესაც ბაიკზე კატაობ, ასე ვთქვათ, ზედმეტი ფიქრები გიქრება, კონცენტრაცია მარტო შენს და მოტოს შორის არის, ასე ვთქვათ, სხვა არაფერზე აღარ გეფანტება გონება და რაღაცნაირად მომენტში გამყოფებს, მე ეგ შემიყვარდა ძალიან, რომ აი მომენტში ყოფნა მასწავლა ბაიკმა. ანუ სხვა რაღაცებზე არ ფიქრობ საერთოდ, რაღაც პრობლემებზე, ანუ ყველაფერი გავიწყდა. უაზრო რაღაცაში ფოთოებზე აღარ გაქვს ფიქრები და მართლა იმ მომენტში ხარ, სადაც იქ ხარ, ასე ვთქვათ. და ეგ ძალიან დიდ დადებით ემოციებს იწვევს ჩემთვის. ჩქარასიარული თუ იყვარს? ჩქარასიარული, ანუ კილომეტრაჟობით, ასე ვთქვათ, კილომეტრ-საათის სიჩქარით დიდად არა. ანუ ასე ვთქვათ, 200-ზევით წავსვარ, მაგრამ მიზი დავსკო მოგატყუებ. მე უფრო მომწონს სწრაფი აჩქარება და სწრაფი მანევრი. ეგ არის უფრო ჩემი ინტერესის ნაწილი, რატომღაც იმაში სიამოვნებას ვერ ვიღებ, როდესაც ძალიან ჩქარა მივდივარ. არ მომწონს. დამღლელია უფრო გხლის რაღაც დროთა. დამღლელიც ალბათ, ანუ მე როცა წავსვარ სიტყვაზე რაღაცა მაღალი სიჩქარით, ალბათ რავი 10 წამით ყოფილი ვარ 200-ის ზევით, რომ უბრალოდ მაინტერესებდა რა შეგრძნება იყო, მაგრამ არაფერი ისეთ განსაკუთრებული არ იყო ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში მიჩვენია, რომ შედარებით სწრაფი აჩქარებებით, დაახლოებით აი 120-მდე ავდივარ ხოლმე რა, ეს ზევით ქვევით. სწრაფად გადავადგილდე. აქ არის წინაღობა შენ უფრო გაწუხებს. აუ, საშინელება არის. საშინელება არის. ზაფხულში არა. ეხლა თბილი ამიდები როცა იყო ერთი თვის წინ არის რაღაც უცნაური ზაფხულის ამიდები რო ქონდა, კახეთში მომიწია წასვლა და ნუ ეგ სტანდარტულად დაახლოებით ლეგალური სიჩქარის პარაგლებში დავდიოდი და საშინელება იყო. მაშინ საქარე არ მეყენა და ტანში მირწყავდა და პირდაპირ მნიშვნელობით ჩაჭიდება მიწევდა ჩემ სახელურებზე, მოტოსახელურებზე, რომ არ გადავარდნილიყავი უკან. ძალიან მირწყავდა ეს ქარი და ძალიან არაკომფორტული იყო მაღალ სიჩქარით სიარული, როდესაც აეროდინამიკა ცუდი გაქვს. ეხლა ვიყავით თანამშრომლები ლაგოდეხში რამოდენიმე დღის წინ და დღეს დაიდება სხვათა შორის ეგ ვიდეო. ორი ბაიკით ვიყავით წასული და ჩემ მანქანით იყვნენ. მეორე ვინც იყო წამოსული იყო ბენელით და ხო იცი მაგის ჩდომით ესე წამოწეული ხარ ქარი პირდაპირ გიბერავს და აი ავტობანზე დაიტანჯა რასაც ქვია და მე ხან უკანა სკამზე იჯდა და ისე იყო გადაწოლილი. პოზიციებს იწვიდა ხო? ხო და ხარაშობდა და შეწუხდა რა ადამიანი ესეთ ავტობანზე ეგრე სიარული და ჩემთვის იყო ძალიან კომფორტული რომ გადავწექი აი ამით ბაგზე რომ ესე ჩამოვეყდე და ესე მივდიოდი რაღაც სალიხეით და დაწოლილი მიდიოდი ხო? ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო და სტრიტს ეგ მინუსი აქვს რომ ავტობანზე ცოტა რთულია. მაგრამ ქალაქში მანევრში ჩემზე კარგად იარა და მანქანებში რო ძრებოდა მაგას ცლივს ვეწეოდ. ხო. ეგ ძალიან დიდი პლუსი გახდა. ხო, ანუ აბსოლუტურად სხვა პლუსი აქვს რა. ანუ ყველა მოტოციკლს თავის დანიშნულება აქვს და უნდა ვიცოდეთ რაში გამოვიყენოთ, მაგრამ მე რა ნამუსით ვიზახი მაგას. კრუიზერად ვიყენებ სპორტ ბაიკს. თორში დადიხარ adventure-ის ფუნქციებს ანიჭებ ბაიკს. ხო, მაგრამ ანუ ისეთი ემოციები მაქვს იმდენად შემიყვარდა მოკლედ რომ აი ყველა ფერში მინდა გამოვცადო. ხო, მესმის, აბსოლუტურად მესმის კი. ხო და ეხლა ძალიან მინდა რომ სამოგზაუროდ წავიდეთ და რაღაცა ახალი სიახლეები ვნახო და გაქვს უკვე ნათქვამი სად მიდიხარ? კი, ყველა მიცის უკვე ყველგან თქვი რომ იტალია მინდა შემოვიარო ჩემი მოტოციკლეტით და
აი ეს ამბლანმა ზმანით ესე იტალიის ქუჩებში ესე უნდა ის კარგი ხა. ერთ-ერთი მაგაზე როცა ვფიქრობ ხოლმე 60% როცა მივდივარ, აი იქ რო ბაიკი მყავდეს, ბევრად საინტერესო იქნებოდა ჩემთვის მოგზაურობა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაც მღლის საზღვარგარეთ როცა ვარ, არის რომ გადაადგილებაში ვარ შეზღუდული. ანუ კი შემიძლია სიტყვაზე ტრანსპორტის გამოყენება, იქ შეიძლება ავტობუსში ჩავიდე, შეიძლება მეტროში ჩავიდე, რო რამე შეიძლება ტაქსიზე გამოიძახო, მაგრამ აი შეზღუდული ნამდვილად ხარ. საზღვარგარეთი ქალაქში ვიზღუდები, მანქანით როცა გადავადგილდები და იქ რა თქმა უნდა მოტოთი გადაადგილება აბსოლუტურად სხვა სიამოვნებას განიჭებს და ის ოცნებად მაქვს რომ ასე ვთქვათ, სადმე რომ წავალ იქ მოტო მყავდეს და მოტოთი ვიარო. ერთ-ერთი სადე დაჯავშნო, მაგრამ ზოგან ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და ცოტა მაგრამ შენი მოტოციკლით რო ხარ, მაგას ეგ საერთოდ სხვა არის. ეგ ალბათ საერთოდ სხვა არის. ნუ ერთ-ერთი სხვაობა ალბათ შეზღუდვა რაც გექნება არის იქ რომ ის რომ სხვა ქვეყანაში არის რა წესები მოქმედებს. შეიძლება მაგაში რაღაც ჯარიმებიც აიკიდო, მაგრამ ხო ალბათ ძალიან სასიამოვნო იქნება შენი მოტოთი რომ სხვა ქვეყანაში სეირნობ. დუბაიში რო ვიყავი, იქ გავიარე ერთი ქართველი ბიჭი ვნახე და ძალიან ოცნებად მქონდა დუბაიში, მინდოდა ძალიან მოტოციკლით გავალ, მოკლედ აი ულამაზესია, არ ვიცი ხარ თუ არა ნამყოფი, არის 7 და 8 ხაზიანი გზები მიდის წარმოედგინე რა და იქ Lamborghini, Ferrari, აი ნაირ-ნაირი მანქანები და ძალიან მინდოდა რომ მათ გამელო. ნუ ეხლა პატარა მანძილზე რაღაც ეს გავიარე, რაღაც ოცნება ავიხდინე, ასე ვთქვათ, მაგრამ უფრო მეტად გამიჩნდა ეხლა სურვილი რომ ჩემი მოტოციკლით ვიყო იქ და არ ვიცი მაგ ამბავს მივახცევ თუ არა, მაგრამ ძალიან მინდა რომ დუბაიში ჩემი მოტოციკლით ჩავიდე. რაღაც მომენტ შეიძალ აუცილებლად. ანუ რთული ის არის რომ ძალიან კლიმატური სხვაობა. ანუ აქედან ზამთარში უნდა ჩახვიდე იქ საფხულში მოტოციკლი ადუღდოს, შეიძლება ცეცხლი წაეკიდოს ეგრევე. ახლა 50 გრადუსი იყო. მაგრამ წარმოიდგინე აქ რო კურტკით მიდიხარ და იქ რო გიწევს. ხო, ანუ ეგ არის ძალიან რთული. ხა ევროპაში თითქმის იგივე ამინდებია და მარტივად გადახვალ რა საფხულში იქაც საფხულია. კი. დუბაი ძალიან რთულია, მაგრამ წინაზე ლადო რო იყო სტუმრად ახსენა, ხოთა შორის დუბაიში მინდაო და მეთქი თუ რაღაც მეც წამოვალ თქო, ერთად წავიდეთ თქო და ნახოთ რამდენად შევძლებთ მაქსიმუმს. რაღაც მომენტში გამოვა აუცილებლად. მომავალში გამოვა. ეს რომელ ქვეყანაში რო დავტყოთ კურტკე. გამოვაზე შეიძლება ლოკერები აიღეთ რაღაც ქვეყნებში, ჩატოვეთ სანსცელები. ძალიან საინტერესოა. გეგმაში თუ გაქვს საქართველოში რომ რაღაც შორ მანძილებზე დაიწყოს სიარული და დაათვალიერო? მაქვს, იმიტომ რომ იქიდან დავიწყოთ ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი ზოგადად არ მაქვს ნანახი საქართველოში. იქნება ეს კუთხე, ან იქნება ეს რაღაცა საინტერესო მონუმენტები თუ ასე შემდეგ სანახავი ადგილები. ძალიან მომწონს რომ მრავალფეროვანი გარემო გვაქვს, მრავალფეროვანი ჰავაც კი გვაქვს სხვა კუთხეებში და მაგ ყველაფრის გამოცდა მინდა რომ მე როგორც ქართველმა ვიცოდე რომ ჩემ საქართველოში რა ხდება. ანუ ეგ მიზანი ნამდვილად მაქვს და რაღაც პერიოდში მინდა რომ ეგ ისე დავგეგმო და მოვახერხო რომ გადაბულად ბევრ სხვადასხვა ადგილებში წავიდე. ეხლა რასაც ვახერხებ არის რომ სიტყვაზე ახლო მანძილებზე რაც შემიძლია რომ უცებ გავიდე ვნახო, მაგას კი ბატონო ვაკეთებ, თუმცა თბილისთან სიახლოვის გარდა ძალიან ბევრი საინტერესო ადგილები გვაქვს, რომელიც ძალიან მინდა რომ ვნახო. იქნება ეს თაში ასვლა, იქნება ეს უდაბნოში წასვლა თუ იქნება ეს ზღვაზე ჩასვლა, რომელიც არც ერთი არ გამიკეთებია ჯერჯერობით. ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ ყაზბეგში ახვიდე მოტოციკლით, აი საქართველოში ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ ეგეთი ემოციები რაც ყაზბეგმა დამიტოვა, არსად არ მქონია. რაღაც საოცარი ზაფხულშიც ვარ ნამყოფი და თოვლის პერიოდშიც ვარ ნამყოფი და ორივე ძალიან კაი იყო. ნუ ზაფხულში იმითო კაი რომ უფრო თხლად მიდიხარ ასე. სიგრილეც არის ხო? მაგრამ აი შენ რაღაც თბის ცხელა კაი ამინდია და თებზე მაინც თოვლი როა შემორჩენილი და აი ძალიან ლამაზი. ო ალბათ საინტერესო იქნება. ყაზბეგი სადე უეჭე. ცუდი აუცილებლად. მაგის მე უფრო მოგინდება ჩემი აზრით ყველგან წასვლა. კი ბატონო, მინდა რომ უბრალოდ ჩემი საქართველო გავიცნო, ასე ვთქვათ, უკეთესად და ეგ მიზნად მაქვს. ძალიან ბევრ რაღაცას აღმოაჩენთ, რომ რა კარგი ადგილები ქონია და აქამდე რატო არ ვიყავი, აქამდე რატო არ ვნახე. აი ეგ კითხვა გიჩნდება და მე რაღაც სურვილიც გიჩნდება იმის, რომ გადაიღო ეს ყველაფერი და ხალხს აჩვენო, რომ კი კარგია ქვეყნიდან რომ გავბივარ სხვა რაღაცებს ნახულობთ, მაგრამ საქართველოშიც ძალიან ბევრი გვაქვს სანახავი, ძალიან ბევრი. და მაგიტო ძალიან მინდა რომ ეგ ადგილები ვიცოდე და ყველაფერი აღუბეჭდო, ანუ ერთი რომ მომწონს რომ ხალხს უზიარებ ამ ყველაფერს და იცნობენ სხვადასხვა ადგილებს თუ სხვადასხვა ინფორმაციას თუ რასაც გაიგებენ სიტყვაზე ჩემი პლატფორმებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე უპირველეს ყოვლისა რაც მომწონს არის რომ ჩემი მოგონებებს ვქნი და ვასეივებ, ასე ვთქვათ, სივრცეში და ეგ ძალიან მომწონს, ანუ რო შემიძლია რაღაც წლების მერე გადავხედო მე თვითონ რა გავაკეთე, ეგ ძალიან მიზიდავს და ძალიან მომწონს ეგ ამბავი.
კი, ეგ מחარებს მეც ძალიან და რაღაც ცოტა ძველ უკვე ძველ დადებულ ვიდეოებს ზოგჯერ თვალს გადავალებ ხოლმე და რაღაც ვიხსენებ რაღაც კაი. ხო, აბსოლუტურად თავისი ემოცია რომ მოყვება ყველას, ანუ იმ დროს რა გააკეთეთ, რა ემოცია გქონდა, რომ ნახულობ, მე გახსენდება ეგ. და ძალიან საინტერესოა და ძალიან ნოსტალგიურია ეგ ყველაფერი. და ძალიან კაია ხალხთან კომუნიკაცია კიდე რაღაც კომენტარებს რო გიწერენ, რჩევებს გაძლევენ, აუ ეს გააკეთე, ის გააკეთე და რო ითვალისწინებ და თვითონაც რო კმაყოფილები არიან და შენც რო ბედნიერი ხარ, ასე რომ მიაქტიურეთ მეგობრებო, დავითის არხზეც, ჩემ არხზეც და ბევრ კარგ საინტერესო რაღაცებს შემოგთავაზებთ. კიდე რა მაინტერესებდა, როგორ მიდის ლადოსთან რაღაც სწავლის ამბები, გვილს სწავლობდი. ხო, სწავლობდი და არ ვიცი, ყველაფერი ხელს ვიშლის, ანუ ყინვები, წვიმები. თუმცა წვივასაც თავის ფუნქცია ქონდა და გამოვიყენეთ, ასე ვთქვათ, როგორც შეგვეძლო. დრიფტავ ვისწავლე, ადგილზე მინიმუმ და ეხა დანარჩენს მე გავავითარებთ და ხო, ანუ აი ეს ვილის სწავლა მინდა ძალიან. ვილის სწავლა ეხა შემიძლია რეალურად გავიდე და ქუჩაში დავიწყო მაგის კეთება, მაგრამ როგორც გითხარი, ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ და არ მიყვარს უაზრო რისკების აღება. გარისხვა რაღაცების მიყვარს, მაგრამ აწონდაწონილი რისკების გაკეთება მომწონს უფრო მეტად. ანუ რო წავიქცე მაგალითად პრობლემა არ მაქვს, კარგად ჩაცმული ვიქნები რაღაცა, მაგრამ დუგები არ მაქვს ბაიგზე და ბაიგი ძალიან დააზიანებ. მაგალითად, ხო, აი ძალიან მარტივი მიზეზის გამო რატომაც ვილის არ ვისწავლი. ის არის რომ მეშინია რომ ვცადო. ძალიან კარგად შემიძლია ვცადო, გავაკეთო, მაგრამ უაზრო რისკი იქნება რომ რაღაცა შემეშლება სავარაუდოდ დიდი ალბათობით, ფოტო წამექცევა და საწყალო აიმეს რაღაცას დავმართებ. რა საჭიროა, ხო? არანაირი მაგის მოთხოვნება ესეთი არ მაქვს, რომ არ იქა სასწრაფოდ ვილი ვისწავლო. შესაბამისად ლადოსთან დავდივარ, სწავლობდნენ რაღაცებს. ეგ კი არა, როდესაც მოტოზე ავიღე მართვის მოწმობა, დაახლოებით 1 წლის ჩაგდებებით მივიდოდი ხოლმე ლადოსთან, რამოდენიმე გაკვეთილს გავივლიდი, რომ მანევრი კიდე და კიდე უკეთესად მესწავლა. ანუ ასე რომ ვთქვათ, გამოცდილებით ქალაქში სიარულით ვერ სწავლობ ბაიკის იმ ყველა კომპონენტს, რაც საჭიროა რომ იცოდე. კარგად რომ მართავდე. ანუ მანქანაზე მაგალითად მარტივია შედარებით რაღაცების დამუღავება, ასე ვთქვათ და რო აიღებ მართვის მოწმობა, ძირად აღარ გჭირდება რომ ცალკე პრაქტიკა გაიარო და სადმე ისწავლო კიდე მოძრაობაში რა როგორ გააკეთო. პრაქტიკასთან ერთად ეგ ბევრად მარტივად მოდის ვიდრე მოტოზე. ანუ მანქანა ბევრ რაღაცას გპატიობს, მოტო არ გპატიობს მაგდენ რაღაცას. კი შეიძლება ეხა ვიღაცას traction control-ი კონდეს, ABS-ი კონდეს და ძლიერ დატორმოზებაზე და ძლიერ აჩქარებაზე არ წაიქცეს ბაიკი, მაგრამ მაინც საჭიროა ის, რომ პერიოდულად გაიარო პრაქტიკა და მანევრი მინიმუმ ქალაქის რაც ჭირდება, ხო? ხა იმის იქით თუ რამე სიწავლი კი ბატონო, მაგრამ მინიმუმ ქალაქის რაც ჭირდება, რაც არის მანევრი, წახვიდე და პროფესიონალთან ისწავლო. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, ეხლა ბატონო შენ მეგობარია, მაგრამ მასწავლა ტარება, მაგასთან დავიწყე და რა თქმა უნდა ყოველთვის მაგასთან მივა რამე რომ დამჭირდეს მოტოზე ახალი ვისწავლო, მაგრამ ვისაც გამოცდილების ცოტა გაღმოება უნდა რომ უკეთესად მართავდეს მოტოს, ზოგადად რეკომენდაციაც არის, რომ ჩემი რეკომენდაცია აქვე ვიტყვით, ჩემი რეკომენდაცია რომ მიდით და გაიარეთ პრაქტიკა პროფესიონალთან, რომ უკეთესად და უკეთესად ატაროთ. მე 7 წელი რაც მოტოზე ვზივარ, წელსაც მივედი ლადოსთან და კიდე ახალი რაღაცები ვისწავლე. ანუ ელემენტარულ ტარებაზე აქ თან საუბარი არ არის რაღაცა ვილის გაკეთებაზე საუბარი. ელემენტარულიც ყოველთვის უნდა გაიმეორო და უკეთესად დაამუღამო. ასე რომ მეგობრებო, ვისაც გინდათ მოტოციკლეთის სწავლა, ნულიდან დაწყებულიც, ან თუნდაც სულ ცოტა იცით და გინდათ რომ თქვენი სწავლა უფრო გაარღვევოთ, ასე ვთქვათ, მიმართეთ ლადოს პიტსტოპ აკადემიას. კი ბატონო, პიტსტოპ აკადემიაში შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ. ლადო ანგარიშის ნომერს მოგწერთ მე დავითი და. ხო, ნუ აუცილებელია რა, ერთია რომ მოტო გაატარო და მეორეა რომ მოტოს ტარება იცოდე, ანუ ძალიან დიდი სხვაობაა, ძალიან. ანუ გამიგია კიდევაც ესე რენდომად ხალხისგან ეს ბაიკერებისგან, რომ აი უბრალოდ რაღაცა ტარების დროს რაღაც ახალს გააკეთებენ, ერთმანეთს უზიარებენ, რაც მაგარი არის, მაგრამ ხვდები რომ რაღაცა ელემენტარულს ცოტათი ვერ აკეთებენ ისე როგორც მე თუ გითხავ ქალაქის უნდა გჭირდებოდეს და აკეთებდე. მესმის რომ ძალიან ბევრი დამწყები ბაიკერია და რაც ძალიან ნორმალურია და დრო ჭირდება ადამიანს რომ ისწავლოს, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ბევრი წლების გამოცდილება აქვს, მაგრამ აი მარტივ რაღაცებს მაინც ვერ აკეთებს რა. რაც პირველ რიგში თავისთვის არის საშიში და საფრთხის შექმნელი, იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებული ექსტრემალური სიტუაცია რო იყოს, შეიძლება ელემენტარულ მანევრმა გადაარჩინოს და შეიძლება ვერ გააკეთოს და იმედი ეგეთი რაღაც არ იქნება, მაგრამ
შენ თავში რომ თავდაჯერებული უფრო მეტად იყო ბაიკის ტარებისას, აუცილებელია რომ პრაქტიკა გაიარო რა. ძალიან დიდ სხვაობას მოგცემს ეგ ყველაფერი. ამდენ გადაღების მერე ვარჯიშს რამდენად დასწრებ ხა სულ დარბაზში იყავი ხოლმე და ეხა სულ გასულების ვიდეოები სულ მოტოციკლები დარბაზში მაინც მივდივარ ანუ მაგის გარეშე ორი რაღაც არის რაც ასე ვთქვათ მაგზრომირებს ჩემ თავად რომ ჩემ თავი ვიყო ერთი ბაიკის ტარება და ეხლა რომ ვიდოყოს ნერვი მაგ დაწყვეტილი ანუ ვერ ვსეირი რომ ასე ვთქვათ ღამე გასანიავებლად და მეორე ვარჯიში ხო რაც შემიძლია დარბაზში იმას ვაკეთებ ანუ ვარჯიში და მოტოსტარება ჩემთვის არის ის რაც ხდის ჩემ თავად ანუ გაწონასწორებული ხარ შვიდად ხარ კარგად ხარ და ფიზიკურადაც ხა მოტოს სჭირდება რომ ძალა გქონდეს და შესაბამისად დარბაზში მაგას ვაკეთებ რომ მაგის ძალა შევინარჩუნო ასე ვთქვათ მოტოს სჭირდება რომ ძალა გქონდეს მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი გოგოები არიან სუსტები გამხდრები მაგრამ მართავენ მაინც. იმიტომ კარგად იციან ტარება. აი, დადიან და სწავლობენ რა ძალიან მაგარი. მეგონი ჩემი შემდეგი სტუმარი იქნება ვინმე ესეთი გოგონა, რომელიც მე თვითონ მოგვიყვება როგორ მართავენ ესეთი პატარა გოგოები ამ ხელკუბატურიან მოტოციკლებს. რაც შეეხება ვარჯიშს, urban fitness-ისგან გვაქვს ერთი პატარა საჩუქარი, რადგან გამოგადგება ვარჯიშის დროს და აი ეს ჩვენგან ძალიან დიდი მადლობა გლუტამინი ჩემი საყვარელი დანამატია ძალიან კარგი ამბავი საუკეთესო აღდგენი არის უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმრობისთვის არაფერს სამო დაგემშვიდობებით მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი არხი მადლობა ყურებისთვის და აქტიურობისთვის დროებით